წესების ზოგადი ცოდნის გაუმჯობესების უსაფრთხო გამოყენებისა და მოხმარების მიზნით იარაღის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში 1 ნოემბრიდან იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდას ჩააბარებენ. იარაღის დარეგისტრირების მსურველი პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. 1 ნოემბრიდან თავდაცვით მოკლელულიან გაზის სპორტულ ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას თუ გადაწყვეტ, გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი. იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. საგამოცდო ტესტი 20 კითხვისგან შედგება. ჩაბარებულად ჩაითვლება 18 სწორ პასუხზე გაცემული გამოცდა. გამოცდა მიმდინარეობს 30 წუთის განმავლობაში. იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც იარაღს 1 ნოემბრამდე დაირეგისტრირებენ. ამავდროულად გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოქალაქეს იმავე ტიპის სხვა იარაღის შეძენისას გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა აღარ მოუწევს. პირებს, რომლებმაც იარაღი შეიძინეს 2015 წლის 1 ნოემბრამდე, იმათ თავიდან გამოცდის ჩაბარება არ მოუწევს. მოუწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიძინენ ახალი იარაღს. ახალი იარაღის შეძენის შემთხვევაში მოუწევთ თავიდან გამოცდაზე გასვლა. ამავდროულად გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ მეორედ, თუ იმავე ტიპის იარაღს შეიძენენ განმეორებით. საქართველოში იარაღის ყიდვის მსურველებს ფართო არჩევანის საშუალება აქვთ. მაღაზიებში შესაძლებელია ნებისმიერი ბრენდის გლუვ თუ ხრახნილულიანი იარაღის შეძენა. მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვაა შესაძლებელი. მაღაზიის მფლობელთა განცხადებით, საგამოცდო პრინციპი შესაძლოა გაყიდვებზეც აისახოს. უფრო მეტად გლუვიანშია მოთხოვნა რა, ჯერჯერობით. კი, გაყიდვებს შეამცირებს, რადგან კანონი ითვალისწინებს საჭიროა ჩააბაროს ხალხი და კი ჩააბარებს, მაგას არა რთული რაღაც გამოცდები, მაგრამ 20 ტესტი იქნება თუ რაღაცაც, გადაიტანს ყველა და ჩააბარებს. მონადირეების აზრით ტესტირება მისაღებია, თუმცა კითხვების შედგენისას მათი აზრიც უნდა იყოს გათვალისწინებული. გარდა ამისა, გამოცდისას უნდა იყოს სპეციალური კითხვები მოსაპოვებელი ნადირ ფრინველების შესახებაც. ტესტები რა თქმა უნდა მისაღებია და უკეთესი იქნება კიდევ უფრო თუ გამოკითხული იქნება მონადირეების აზრები და ის ძირითადი თვისებები, რაც უნდა გააჩნდეს მონადირეებს, ეს არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ამ ტესტებში. მე არ ვიცნობ ტესტებს სამწუხაროდ, მაგრამ ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს გასათვალისწინებელი ეს ტესტებში მონადირეების აზრი. გამოცდის ჩაბარება მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 ნოემბრიდან დაიწყება. საგამოცდო ბილეთების ნახვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.